მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ამ კვირაში ძალიან საინტერესო ინფორმაციები გავრცელდა და შესაბამისად გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ვიდეო და გამიზიარებინა თქვენთვის. მათ შორის რევოლუციური სიახლე ერთი, რომელზეც ახლა მე ცლად ვისაუბრებ, რა საკვირველია. მანამდე გეტყვით რომ მადლობა აქტიურობისთვის. გამოიწერეთ არხი რა თქმა უნდა. ახლა მოყურებთ, მოიწონეთ კიდეც ვიდეო, რომ უფრო და უფრო მეტმა ნახოს. პირველი სიახლე, რასაც მინდა გესაუბროთ, ეს არის რევოლუციური სიახლე უმსხვილესი სატელიტური ოპერატორის EUTELSAT-ისა და Vestel-ის მიერ. უმსხვილესი სატელიტური ოპერატორი EUTELSAT და Vestel ოფიციალურად გამოუშვებს smart ტელევიზორის პირველ ხაზს, ანუ ეს იქნება ერთობლივი წარმოება, რომელიც მხარს დაუჭერს SAT-TV Connect-ის გაფართოებულ ფუნქციებს. Vestel-ის smart ტელევიზორებს ახალი თაობა, რა თქმა უნდა, შეესაბამება DVB-ის და HBB-TV სტანდარტებს. გაუმჯობესებული ელექტრონული პროგრამის სახელმძღვანელო მაყურებელს მისცემს სტომას ასობით უფასო არხზე, რომელიც გადაიცემა Hotbird 13i გრადუსით, ეს არის EUTELSAT-ის ერთ-ერთი სატელიტური გაშვება და ასევე Nilsat 7-8 გრადუსით. ეს smart ტელევიზორები დაშენებული სატელიტური ტუნერით გამიზნულია ევროპელი, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის, ანუ MENAS, ეგრეთ წოდებული MENAS ქვეყნების მაყურებლებისთვის. ტელევიზორის ყიდვისას გარე სატელიტური მიმღები, რესივერი აღარ იქნება საჭირო და მოხმარებლები დაკავშირებისთანავე იღებენ სტომას უფასო სატელიტური არხების შთამბეჭდავ სიაზე. ანუ ამ ტექნოლოგიების ჩანერგვით მარტივად რომ ავხსნათ, თქვენ დღეიდან აღარ დაგჭირდებათ არც სატელიტური თებშები და მიმღები და ასევე არ დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, რესივერები. SAT-TV-ის Vestel-ის smart ტელევიზორებში ინტეგრირება ბრწყინვალე შესაძლებლობა სატელიტური ტელევიზიის კომფორტული ხელმისაწვდომობის ახალ დონეზე ასაყვანად, ხო? DVB-I და HBB-TV-ის მხარდაჭერა საშუალებას აძლევს მაყურებელს ისარგებლოს უფასო სატელევიზიო არხების მდიდარი არჩევანით. EUTELSAT-ის სპეციალისტების მიერ შემუშავებულ SAT-TV Connect-ი იყენებს DVB-I სტანდარტს, რომელიც უზრუნველყოფს კონტენტის მოსახერხებელ ძიებას გაფართოებულ ელექტრონული პროგრამის სახელმძღვანელოს. ეს ინტერფეისი არხებით ნავიგაციას კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის. ეს ტექნოლოგია ცვლის უფასო სატელიტური ტელევიზიის ტრადიციულ ფორმატს. ახლა 30-ზე მეტი SAT-TV-ის თემატური არხების სია იქნება ხელმისაწვდომი EUTELSAT-ის თანამგზავრებზე, დალაგებულია თქო და ქვეყნებისა და ენების მიხედვით. არხების რეგულირება ასევე გამარტივებულია Instant Tuning და LCN Range ფუნქციებით, რაც საშუალებას იძლევა გქონდეს დაუყოვნებელი წტომა სატელევიზიო და რადიო არხებზე ხანგრძლივი სიხშირის სკანირების გარეშე. ელექტრონული პროგრამის სახელმძღვანელო, ანუ APG, გაუმჯობესებული იქნება არხის ლოგოებით, ესკიზებით, გაფართოებული პროგრამის ინფორმაციით, ის ჩაშენებულია ტელევიზორის ინტერფეისში და ასევე სინქრონიზირებულია არხის შეცვლის ბანერთან და სატელევიზიო სახელმძღვანელოსთან. ახალი კონცეფცია აერთიანებს ტრადიციულ FTA სატელიტურ არხებს fast streaming ტელევიზორთან, რაც მნიშვნელოვნად აფართოვებს ხელმისაწვდომ კონტენტს. Vestel-ის smart ტელევიზორები SAT-TV Connect-ით ხელმისაწვდომი იქნება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში 2025 წლის, ანუ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. მოწყობილობები ხელმისაწვდომი იქნება Vestel-ისა და Telefunken-ის ბრენდების ქვეშ. მოდი ახლა გავაანალიზოთ ეს კონკრეტულად ეს ტექნოლოგიები. DVB-I, ანუ Digital Video Broadcast Internet, არის სტანდარტი, რომელიც შემუშავებულია DVB-ის, ანუ Digital Video Broadcast ორგანიზაციის მიერ. ის საშუალებას აძლევს მაუწყებლებს გასცენ სატელევიზიო სერვისები ინტერნეტის საშუალებით, ისევე როგორც ტრადიციული საეთერო DVB-T, საკაბელო DVB-C ან სატელიტური DVB-S მაუწყებლობით. DVB-I-ის მთავარი იდეა არის სატელევიზიო სერვისების გადაცემა ინტერნეტის საშუალებით. თუ სატელიტური არხის მაუწყებელი გადაწყვეტს, რომ მისი შინაარსი ხელმისაწვდომი გახდეს ინტერნეტის DVB-I სტანდარტის გამოყენებით, თეორიულად ამ არხის ყურება სატელიტური თებშისა და რესივერის გარეშეა შესაძლებელი. თუ სატელიტური არხის მაუწყებელი გადაწყვეტს, არხი ხელმისაწვდომი ახადოს DVB-I საშუალებით და ტელევიზორს აქვს DVB-I-ის მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში თებში და რესივერი აღარ დაგჭირდებათ მხოლოდ ინტერნეტი. რაც შეეხება HBB-TV-ს, ეს არის ჰიბრიდული ტექნოლოგია, რომელიც აერთიანებს
ტრადიციულ მოწყობილობას და ინტერნეტს ერთად. ის საშუალებას აძლევს ტელევიზორებს, რომლებიც მხარს უჭერენ ამ სტანდარტს, წარმოადგენენ დამატებითი ინტერაქტიული სერვისები, როგორიცაა ვიდეო on demand, catch-up TV, ასევე ინტერაქტიული აპლიკაციები, მათ შორის HBB TV შეგიძლიათ გადაცემის ყურებისას დააჭიროთ მაგალითად ღილაკს პულტზე და მიიღოთ დამატებითი კონტენტი, თქვათ ინტერნეტში რაც არის გავრცელებული. HBB TV უფრო მეტად ინტერაქტიულ გამოცდილებაზეა ორიენტირებული, სადაც მაუწყებლობა და ინტერნეტი ერთად მუშაობენ დამატებითი ფუნქციების შესათავსებლად. HBB TV თავისთავად არ არის შექმნილი სატელიტური სიგნალის ინტერნეტით ჩანაცვლებლად, ის უფრო ინტერაქტიული სერვისებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც ავსებს ძირითად მაუწყებლობას. თუ არხიმულის მხოლოდ სატელიტით, ანუ DVB-S ან S2 სტანდარტით გადაიცემა, დამაუწყებელი არ გადასცემს მას ინტერნეტით. HBB TV ამ შემთხვევაში სატელიტურ სიგნალს, რა თქმა უნდა, ვერ ჩაანაცვლებს. მეორე სიახლე არის მეგობრებო, რომ Netflix-მა უკვე დაამატა თავისი სტრიმინგ სერვისზე ფილმები HDR10+-ის ფორმატით. ანუ აქამდე თუ იყო თქვა სტანდარტული HDR-ი, ანუ HDR10 და იყო Dolby Vision-ი, ახლა უკვე დაემატა HDR10+. და აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს ფორმატი გააქტიურებული იქნება AV1 კოდეკით, იმისთვის რომ ამ ფორმატის კონტენტით ისარგებლოთ და გჭირდებათ Netflix-ის პრემიუმის გამოწერა და რა თქმა უნდა შესაბამისი კოდეკისა და ფორმატის მხარდაჭერის ტელევიზორი ან და ვთქვათ გარე სტრიმინგ ბოქსები. ახლა აქ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ტელევიზორი მხარს უჭერს ამ ყველა კოდექს, მაგრამ პრიორიტეტულ ფორმატად მას Dolby Vision-ი აქვს მითითებული, მაგალითად ჩემი ტელევიზორის შემთხვევაში, შესაბამისად Netflix-იდან თქვენ HDR10+-ში ვერ მიიღებ გამოსახულებას. იქიდან გამომდინარე, რომ მეტადატაში ძირითად ინფორმაციად HDR10+-ი არ არის მითითებული. მაგალითად Samsung-ის ტელევიზორებზე, სადაც Dolby Vision მხარდაჭერილი არ არის, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ თუ გაქვთ 4K გარჩევადობის და HDR-ის მხარდაჭერის და აი ამ კოდექის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორი, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ რასაკვირველია HDR10+-ში. ასე რომ ვისაც Samsung-ის ტელევიზორები გაქვთ და არ ქონდათ Dolby Vision-ი, თქვენთვის ძალიან კარგი სიახლეა Netflix-ის მიერ. HDR10+-ის კონტენტს რაც შეეხება, შეგიძლიათ ტორრენტებიდან გადმოწეროთ შესაბამისი მეტადატას მქონე ფილმები, ასევე თქვენ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, Amazon Prime Video-ს სტრიმინგ სერვისს გაიაქტიუროთ და იქ უკვე ნახოთ უშუალოდ ამ ფორმატში გადაღებული ფილმები, რომელიც ბევრია. Netflix-ი ამბობს, რა თქმა უნდა, რომ ყველა ფილმი ძირითადად რაც დევს, უმეტესობა ყოველ შემთხვევაში უკვე HDR10+-ში არის და შესაბამისად შეგიძლიათ თქვენ ისიამოვნოთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, იმიტომ რომ სტანდარტულ HDR-თან შედარებით HDR10+-ი ბევრად უკეთეს გამოსახულებას მოგცემთ. და ბოლო სიახლე, რაც მინდა გაგაცნოთ, ეს უფრო სტატისტიკური ინფორმაციაა. სამხრეთ კორეულმა კომპანია LG Electronics-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი დომინირება OLED ტელევიზორების ბაზარზე და 2024 წლის გლობალური მიწოდების 52.4% დაიკავა. Omdia-s ანალიტიკოსების თანახმად, კომპანიამ გასულ წელს 3.18 მილიონი ასეთი მოწყობილობა გაყიდა და აქედან 1.1 მილიონზე მეტი მხოლოდ და მხოლოდ მეოთხე კვარტალში. გაყიდვების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია პრემიუმ სეგმენტში, სადაც ტელევიზორები ფასის მიხედვით $1500 და მეტია, ბაზრის 50%-ზე მეტია, ანუ ეს არის 8.5%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით. დიდი ეკრანის მოყვარულებმა ასევე შეიტანეს თავისი წვლილი კომპანიის წარმატებაშიც, ბუნებრივია, OLED ბაზრის 16% ახლა მოდის ტელევიზორებზე, რომელთა დიაგონალი 75 ინჩი და მეტია. ამ სეგმენტში გაყიდვების 57.5%-იც LG-ს ეკუთვნის. ამავდროულად LG აცხადებს ამბიციურად, რომ გაჩერებას აქ არ აპირებენ და იმზადებიან OLED ტელევიზორების შემდეგი თაობის გამოსაშვებად, რომელშიც ტექნოლოგია კიდევ უფრო შორს არის წასული. ეს მოიცავს 4K 144 Hz განახლების სიხშირის გადაცემას უკვე კაბელის გარეშე, რომელსაც არანაირი შეფერხება არ იქნება. ასევე სრულად განახლდება WebOS ოპერაციული სისტემა და მათი მატრიცები.
სატელევიზიო ბაზარი 2024 წელს აჩვენებს თავის პირველ ზრდას 3 წლის განმავლობაში. ჯამში 208.8 მილიონი ერთეული გაიყიდა ტელევიზორების, ხოლო OLED მოდელები კი 8%-ით არის გაზრდილი და 6.7 მილიონი ერთეულამდეა უკვე გაზრდილი. საერთო ჯამიდან LG 22.6 მილიონი ტელევიზორი გაყიდა, ანუ აქ იგულისხმება როგორც OLED, ასევე LCD მიმართულებაც. რაც შეადგენს გლობალური სატელევიზიო ბაზრის შემოსავლის 16.1%-ს. სურათისა და ხმის გარდა LG აქტიურად ავითარებს თავისი ტელევიზორების ინტერაქტიულ ფუნქციებს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ გერმანელ დეველოპერებთან FAMOBIS-თან ერთად წარმოადგინა LG Magic Remote-ისთვის ადაპტირებული პირველი HDMI თამაშები. მოგა დღეისათვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ ვიდეომდე და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. დროებით.